სამების ტაძარში სტალინის ხატის არსებობა საპატრიარქო ეხმაურება. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხატის თემით შობის დღესასწაულის გადაფარვას ცდილობენ. ხატი კი არა სტალინის, არამედ რუსი წმინდანი მატრონასია. ამ თემაზე ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელშიც დაწერა. მანამდე საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟს ირმა ინაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ სტალინის ხატი სამების საკათედრო ტაძარს მან და დავით თარხან მოურავმა შესწირეს. ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს და ყველას, ვინც სტალინის ხატმა გააღიზიანა, განათლებას უწუნებს. ვიდეო მიმართვაში ინაშვილი ამბობს, რომ ხატზე აღბეჭდილია ის მომენტი, როცა ომის დროს სტალინი დასახმარებლად წმინდა მატრონასთან მივიდა. ინაშვილი არ უარყოფს, რომ ხატზე ნამდვილად სტალინია გამოსახული და ის თვლის, რომ საზოგადოების გააღიზიანება უსაფუძვლო იყო. მას კი საბოდიშო არაფერი აქვს. არ გავურივართ პასუხს, არ არის ახლა ის არ არის ხატი, მოდი ასე ვთქვათ, არის რაღაც ერთ-ერთი ხატწერის მიერ დაწერილი რაღაც პატარა გამოსახულება, რომელიც ყურადღება არავის არ მიუწიებია, გარდა ჟურნალისტებისა და ატეხეს ერთი ამბავი და ესე დიდი ხანია. რამოდენიმე თვეა ეს ხატი იქ არის, მაგრამ ესე რომ არც ჩანს ფაქტიურად, მაგრამ ვიღაცა ადამიანებმა ატეხეს ერთი ამბავი და პოლონეთში 25 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. პოლონური მედიის ცნობით შემთხვევა ქალაქ გდანსკში მაშინ მოხდა, როცა ტაქსის მძღოლად მომუშავე საქართველოს მოქალაქემ გზავს დამატებითი თანხის გადახდა მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ კი დანით დაემუქრა. გავრცელებული ინფორმაციით პოლიცია მას ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერებაც აღმოუჩინა. დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. როგორ აპირებს ქართული ოცნების ხელისუფლება ევროკავშირის 9 დათქმის შესრულებას იმისთვის, რომ ევროპული გაერთიანების სრულფასოვანი წევრი გახდეს. მმართველმა გუნდმა კანდიდატის სტატუსის მიღებისთანავე დაანონსა, რომ წინა პირობების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფები შეიქმნებოდა, სადაც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიიწვია. თუმცა ასეთი ჯგუფი ამ დრომდე არ შექმნილა. ოპოზიციონერები დარწმუნებულნი არიან, რომ ოცნების პოლიტიკური ნება დათქმების შესრულება საერთოდ არ არის. იმ შემთხვევაში კი თუ ევროკავშირის წევრობისთვის მომუშავე ჯგუფი ნამდვილად შეიქმნება, ოპოზიცია მზად არის სამუშაო პროცესში ჩაერთოს. ოპოზიცია, რომელიც ამბობდა, რომ სამუშაო ჯგუფებში დროის დახარჯვას არ აპირებს და ყავის დასალევად არავისთან დაждდომას არ აპირებს, ახლა ისტერია აქვს გამართული იმაზე, რომ სამუშაო ჯგუფები შეიქმნას. ამ ისტერიის ერთადერთი მიზანი არის, რომ საზოგადოება მუდმივად ყავდეთ მღელვარების და შფოთვის მდგომარეობაში, ნერვებზე იყოს ასე ვთქვათ მთელი საზოგადოება. სამოქმედო გეგმა გასაჯაროებული არის, ზუსტად მივყვებით ამ სამოქმედო გეგმას, რა თქმა უნდა, იქნება სამუშაო ფორმატები, სადაც რა თქმა უნდა, ოპოზიციას თუ აქვს სურვილი, რომ დაეხმაროს ხელისუფლებას, მათ შეუძლიათ ეს გააკეთონ. მნიშვნელობა არ აქვს ფორმატს, რა ფორმატით მოხდება ამ 9 რეკომენდაციის განხორციელება, ამას ჭირდება პოლიტიკური ნება და ფიქრობ, რომ მთელი ეს განცხადებები მაჩვენებელია, რომ ისინი არც დეპოლარიზაციას აპირებენ და არც მთლიანად ევროპული რეფორმების განხორციელებას იმისთვის, რომ ერთი საფეხურით წინ დაუახლოვდეთ ევროკავშირში გაწევრიანებას. საქართველოში ამინდის გაუარესებას ელოდებიან. 9 იანვრიდან მაღალმთიან რაიონებში დიდ თოვლობაა მოსალოდნელი. თბილისსა და მის შემოგარენში კი ცივი და ნალექიანი ამინდი. მეტეოროლოგები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, განსაკუთრებით კი ისეთ ადგილებში, სადაც მდინარეების ადიდებისა და მეწყერის დიდი საშიშროებაა. მხრიდან უნდა ველოდოთ საქართველოში არამდგრად ამინდებს, რადდება კვლავ არქტიკული ცივი ჰაერის მცირე ნაწილის შემოსვა საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან, რომელიც კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. მაღალმთიან რაიონებში ალბეთ თოვლი და გამორიცხული არ არის, რომ კვირის ბოლოსთვის დაბლოვსა და ბარშიც წამოთოვოს. ამ არამდგრადობასთან დაკავშირებით ვერც ცივის დავტოვებთ ნალექის გარეშე და ჰაერის ტემპერატურის დაკლების გარეშე, ასე რომ ყველაფერი როგორც რეგიონში, მათ შორის დედაქალაქშიც მოსალოდნელია დრო გამოშვებით აგრეთვე დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებებით. საქართველოში შობის დღესასწაული ტრადიციული ალილოთი აღნიშნეს. წყემსებისა და ანგელოზების ფორმებში გადაცმულმა ბავშვებმა და მომლოცველებმა მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედანზე 2 საათზე დაიწყეს. ქალაქის მთავარი გამზირი საშობაო სიმღერებისა და გალობის ფონზე ჩაიარეს. შეგროვდა სურსათი და ტკბილეული, რასაც ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და საპატიმრო დაწესებულებებში დაარიგებენ. ალილოს მსვლელობა თითქმის ყველა დიდ ქალაქში გაიმართა. ქრისტეს შობა იზეიმეს საოკუპაციო ხასთან მდებარე რეგიონში, სამეგრელოსა და თელავში.
ქრისტიანულ სარწმუნოებაში პირველი არის მაცხოვრის მოვლინება ამ ქვეყანაზე და ჩვენც აი ამ ტრადიციულ ალილოში ვიღებთ მონაწილეობას. ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენ სტუდენტი ახალგაზრდები დავდივართ ქალაქის ცენტრალურ მოედანს გავლით და ულოცავთ ჩვენს თანაქალაქელებს და სრულიად საქართველოს ქრისტიანობის დღესასწაულს. მშობა არის დღეს ყველას გათუნდეს კარგად და ჯანმრთელად. არის ძალიან ბედნიერი დღე, სიხარულის დღე, ისევე როგორც შობის დღე არის და შობა არის სიხარულის და სიყვარულის. როსტოვის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუს მედესანტებს სავარჯიშო წვრთნების დროს შეცდომი ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად 2 ჯარისკაცი დაიღუპა. ინციდენტი როსტოვის ოლქში კუზმინსკის სამხედრო პოლიგონზე წვრთნების დროს მოხდა. საზენიტო ტყვიან ფრქვევის ერთ-ერთ ოპერატორს ოკუპანტების წვრთნები უკრაინელი მედესანტების დაშვებაში შეეშალა და საკუთარ თანამებრძოლებს ცეცხლი გაუხსნა. ისრაელის სამხედროებმა ღაზაში აღმოაჩინეს აღჭურვილობა, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი მაღალი სიზუსტის რაკეტების წარმოებისთვის იყენებს. მანამდე მიიჩნეოდა, რომ ჰამას მსგავსი ტიპის რაკეტების შექმნა არ შეეძლო. თუმცა სამხედროებმა აღმოაჩინეს კომპონენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის წევრებმა ირანის დახმარებით ისწავლეს, როგორ გამოიყენონ და ააგონ მაღალი სიზუსტის კომპონენტები და სტრატეგიული იარაღები. ვრცელდება ფოტოებიც, სადაც ჰამასის მიერ დამზადებული სარაკეტო ძრავა და ფრთოსანი რაკეტის საბრძოლო მასალაა გამოსახული. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. მთავარი მომდევნო საინფორმაციო გამოშვები 9 საათზე დაგიბრუნდებათ პირდაპირ ეთერში.